უნდა მოასწია მაინტერესებს ნიკოლოს. არის თუ არა კოკო შანელი ეგ ამ. აუცილებლად გავიგებ ამ ყველაფერს. თუ კიდე ძაღლისთვის სალკე ბალიში მოგცემ რო არ უნდა ესე კომფორტულად მოთავსდება იპოვის ადგილს. კარგად, მომნატრები აქაურობა და მომენატრეთ თქვენს. ბატონო, სულ გასული ხართ კალაგარეთ და ის პოსტი ამერდება სტუდიაში და რა ვქნა, ჩვენ აქ ვართ თქვენ დასეირნო. გიყურებთ. ჩვენც გიყურებთ. კი ბატონო. ხო და როგორია ახლა? კაპასია? არა. არ არის კაპა. 7-ია წყნარია? 7-ია წყნარია და თუ ვინმე არ მოეწონება, უბრალოდ მიმიკაზე ეტყობა. მიმიკაზე. როგორი მეტყველია, ესე იგი. აცმულობაზე ესე იგი აქტიურად ზრუნავ. ჩაცმულობაზე ვზრუნავთ, კი. და როგორ შეეჩვიათ დასაწყისში? ტანის მოირგო, ხო? იცი რა არის? არა, რო გითხრა რომ აი რაღაც ახალს რო ვაცმევ რამეს, ცოტა ხანი უნდა გამებუტოს, მერე მთელი პროცედურა არის რომ შეეჩვიოს ამას, რა ქვია, თავის ტანისამოს და ნუ მერე რო შეეჩვევა უკვე აღარ. ფეხსაცმელებს თუ არ გეფხოლნა? არა, რატო უნდა ვაწვალო, როცა არ ჭირდება, ეხლა აი უბრალოდ იმიტომ რომ რაღაცა სტილისთვის, რატო უნდა ვაწვალო? ეხლაც უბრალოდ მახილების garaშე სახლში არ მიშვედი. არ შეიშვება. აი სწორად მაგიტომ არ გიშვებთ, რომ კოკოს სჭირდება მე ბაქტერიები არ აი ექიმს შეგვიძლია ვკითხოთ რამდენად საჭიროა თქვა ფეხსაცმლის გამოყენება ძაღლისთვის არ უნდა ვაწვალო ზოგადად პატარა ჯიშის კომპანიონები ვისაც ყავს არ გვაქვს იმის საჭიროება რომ აუცილებლად სუგარეთ უნდა ისეირნონ იმიტომ რომ ზეწარზეც ჩვენიურად ისაქმებენ მაგრამ ნუ გარეთსეირნობა ის რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ფეხსაცმლით ეს რა თქმა უნდა ნუ მეც არ ვეთანხმები ფეხსაცმლის მოხმარებას ცხოველში იმიტომ რომ ჯერ პირველ რიგში არაა მათთვის კომფორტული ხელს უშლის ასე ვთქვათ სიარულში და თათიც ასე ვთქვათ იხუთება და კანისთვისაც არ არის მარგებელი არათუ თმისთვის. ჭხილიც ხო უნდა გაიცვითოს რაღაც დონეზე სიარულიც უნდა იყოს ან დაცვეთიელ თუ თვითონ სეირნობს გარეთ თუ არა ნუ ექიმთან მიხვალ დაიჭრის დაიქლიბოს და ასე შემდგომ. დაბადების დღე გადაუხადე? წელს 1 წლის გახდა და ამიტომ 1 წელი ხო არ უხდიან და მაგიტო 1 წლისას არ უხდიან. არ არის კარგი ტრადიცია. ვარცხნილობაზე რო არ ვიპატიჟები. ინტრიგდები თუ იქნებით 12 თვის გადახდათ შეგვეძლო. გაგორფა 12 თვე. ვარცხნილობაზე რო არ ვიკითხო არ შემილია, იმიტომ რომ აი თმა როცა მქონდა თავზე მე ესეთი არასდროს არ მქონდია. ესე კარგად არ გამოვიყურებოდი. ხო, ვარცხნილობას რაც შეეხება, ეხლა მყავდა მიყვანილი, ტანზე გაპარსეს და საათნახევარი დატოვებული მყავდა და რომ მივედი, ესე იგი ვერ მორჩილეს და წამოვიყვანეს სალონიდან აღარ ვანერვიულე და მე თვითონ გავუკეთე სახლში ვარცხნილობა. ანუ ეს რასაც ხედავთ არის ჩემი გაკეთებული და ჩემთან გაცილებით უფრო აი ტანსაცმელსაც რაც შეეხება და ეს რაღაც ფათაშორი ძალიან კარგი და შემოსავლიანი საქმე არის. განაგრძე. შეგიძლია შეუთავსო შენს წამყვანობა. ხო და ანუ მაქსიმალურად ვცდილობ რომ არ ვანერვიულო რა. ანუ ეხლაც რომ მოდიოდა, იმიტომ ჩავაცვი აი ესე გამოსასვლელად, თორე ძირითადად აი ტანისამოსაც არ ვარ. ძირითადად შიშველი დარბის ხომ კომფორტულად როგორც გრძნობს თავს, ისე მაინც გარეთ გამოდიოდა და გაიბრანჭა. ხო. ისე რა კარგი იქნება კახა, რომ არსებობდეს. შეიძლება არსებობს კიდეც, არ ვიცი, რომ ჩვენ ძაღლებთან ერთად როგორც ვთქვათ, ჩვენ სპექტაკლებზე მობრძანდება ხალხი, ასევე ძაღლებთან ერთად ვიაროთ რაღაცა ფილმი ნახოთ. ეს დადის სპექტაკლი. ეგ ძაღლს გააჩნია ნიკოლოს, ჩემ ძაღლთან ერთად ვერ ვიზამ. არა, შენ ძაღლს არ გულისხმობ. ფათაშორის ჩემს რეპეტიციებზე დადის, კადრებიც ნახი რომ შვიდად ზის, უყურებს და მე ამის რეაქციებს უყურებ, როცა მობეზრდება ხოლმე ვფიქრობ. ესე იგი რაღაც შესაძლებელია. ნუ დაამტკნა რა, ესე იგი სპექტაკლი ვერ მიდის რაღაცაში. კარგია, სარეპეტიციოდ გამოდგება ალბათ. ემოციების გამოხატვა თუ შეუძლიათ აი ამ პატარა მეგობრებს და შენ გითხარი კახა თუ გრძნობს ხოლმე აი ადამიანს თუ ცნობს თუ განსაკუთრებულად უყვარს ვიღაცები და როგორ გამოხატავს როგორ არა თქვენი პროდიუსერი ისე უყვარს რომ ვიცოდი და სპეციალურად ჩაგეკითხე მაგიტომ განსაკუთრებულად უყვარს ვეტყვი ხოლმე რომ აი მოდის და უკვე ვამზადებ რომ უნდა მოვიდეს სტუმრად ეს გაკივის უკვე წინასწარ 1-15-20 წუთით ადრე მაგრამ სხვათა შორის როგორ არჩევს ვერ ხვდები აი არის მაგალითად რომ ყველას უყვარს ხო რომ მოდის და ნუ განსაკუთრებულ სიყვარულსაც გამოხატავს ვიღაცას არჩევს და განსაკუთრებულად უყვარს ვიღაცას აი არ ვიცი მე ვხვდები ახლა იმასთან უხერხულად რო არ ჩავარდ რაღაცა სახეს არიდებს და რა პრინციპით არჩევს ვერ ვხვდები ახლა მოფერებით ყველა მე მახსოვს ესეთი ამბავი ერთხელ ჩვენს პროდიუსერს ურეკავს კახარონო ძალიან მოწყენილია კოკო და ნუ აი ვერა არც ჭამსო წყალსაც არ სვამსო და ერთი წამი მალაპარაკეო ეგო რას მეტავსო და ვიდეო თვალით
კოკო, ჭამე იცოდე. რა წესია, როგორ იქცევ კოკო? წავიდა და კოკომ ჭამე. სრულიად შოკირებული და. დეპრესიები იცის. აი მაგალითად მოენატრა ხო რაღაცა მისი რაღაცა ნივთი ნახა და დაიწყო დეპრესიები. რო გავდივარ ხოლმე ხა გადაღებებზე ან დასვენებლად რომ მივდივარ, დეპრესიები ეწყება ხოლმე რა, ძალიან წვავე, მინდა გითხრა, რო ჩამოვდივარ, მე ველოლიავები რო ან ჭამო. შეგირიგდეს და რაღაცა და ზედმეტ სახელი აქვს საინტერესო. ფოფინები, მე საჩუქრებს უგზავნის. ზედმეტ სახელი აქვს ძალიან საინტერესო. რაში არ ქვი? ხმელეთის დელფინი. ხმელეთის და რატო არ დელფინი. მიყავს გადაღებებს? გადაღებებზე, იცი რა, უნდა დავღალო და მე ამას თუ შენ უფრო უნდა უფრო მეტად არა, ეს არის ცოდო. ამას უფრო მეტად უფრთხილდები ვიდრე საკუთარ თავს. შენი შვილობილი. კი და კიდე ერთი რამე უნდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე და კოკო და ეს ძაღლი მყავს, რომელსაც სახლში უვლი და ზედუყვები, მე და კოკო ასე ვართ ქველმოქმედები და დავდივართ ქუჩის ძაღლებს ვაპურებთ, ვემეგობრებით და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ რაღაცა აი ამ თოჯინა ძაღლი მყავს სახლში, ეს იმიტომ მყავს, რომ ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე სხვას ფიზიკურად ვერ მივხედავ, თორე სიამოვნებით რომ შემეძლოს, აი ქუჩის ძაღლებსაც შევიფარებდი უბრალოდ. როგორი ურთიერთობა აქვს ბოდიში მაპატი? არა, კი ბატონო. ძალიან მეგობრულია. ძაღლებთან არის ძალიან მეგობრული. დიდი ძაღლებს, ახლა ქუჩაში კი, შეერთάνε, არა, ხოლმე ძალიან დიდი ძაღლები, არეშინი. არა აქვს პრობლემა. არც პატარა ძაღლებთან. ძირითადად აქეთ ეჩხუბებიან ხოლმე პატარა ძაღლები და ეს ესეთია, ძალიან მეგობრული და პირველი გამოცდილებაა შენი ძაღლთან ურთიერთობა? არა, მე ბავშვობიდან მოყოლებული სულ მყავდა. ანუ პირველად მონადირე, მერე დოგი მყავდა, პიტბული მყავდა, კატები მყავდნენ. ეხლაც მაგალითად ჩემ მშობლებთან ამისი მამა ყავს, კიდე ერთი ძაღლი, ან ორი ძაღლი და ერთი კატა მყავს, მაგრამ მე ცალკე ვცხოვრობ კოკოსთან ერთად.